რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა არის უკვე შეზღუდული, როგორც ეს ხდება ყოველ საღამოს, როდესაც აქციის მონაწილეები იწყებენ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებას. ფაქტობრივად რუსთაველის გამზირი ახლა ჭანტურიას ქუჩის კვეთთან თავისუფლების მოედნამდე სრულად აქვს დაკავებული დემონსტრანტებს, აქ არიან მოსულნი სხვადასხვა სფეროს და პროფესიის წარმომადგენლები. ცოტა ხნის წინ აქ მარშით მოვიდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიამდე იურისტები და ასევე მოვიდნენ საქართველოს ენერგეტიკული სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ასევე საუბრობენ ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე. იურისტები საუბრობენ სანქციების დაწესების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო სანქციებს უგულისხმობ და განმარტავენ, რომ ქვეყანა ახლა არის მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე, არა მხოლოდ ირღვევა 78 მოხული კონსტიტუციისა, არამედ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები და დარღვეულია მათ შორის შეკრების და მანიფესტაციის უფლება. ისინი იხსენებენ გასულ დღეებში საქართველოს შინაგანთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ მათი შეფასებით ძალადობრივ ქმედებებს დემონსტრანტების წინააღმდეგ და ასევე ხაზს უსვამენ ევროინტეგრაციის მნიშვნელობას. ასევე ამ თემაზე საუბრობენ ენერგეტიკული სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კონკრეტულად ამ სფეროსთვისაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება მათთვის არის დაუშვებელი. აი ესე მედგრად და ერთმანეთს შეკრულებით გავართ რუსთაველის გამზირზე, სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული და ევროკავშირის მიმართ ჩვენი ნდობა და სრული რო იქითკენ იყოს ჩვენი მიმართული ჩვენი პოლიტიკა დავადასტუროთ ყოველდღიურად იმათვისაც ეს დღემდე ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება აქ დგომით ჩვენ ეს დავადასტუროთ. მინდა აქ აღნიშნო ის, რომ ღირსების ორდენის გაცემასაც შეეხება ღირსების ორდენის გაცემა ხდება ღირსეულ ხალხს და არა უღირსოებზე. ამიტომ მინდა უთხრა ყველა ადამიანს, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ერთად შეკრულები და რაც თავარია ყველას, მათ შორის ჩვენ თავსაც უთხრათ, რომ ჩვენ ამ ბრძოლას გავიმარჯვებთ. ჩვენი მიზანი არის ევროკავშირში ყოფნა და ევროკავშირის მიმართ ჩვენი ნდობა არის და იქნება ყოველთვის მყარი და ძლიერი. დღეს ჩვენ უკვე არა მხოლოდ ევროკავშირში ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, არამედ იმაზე, რომ სახელმწიფოებრიობის გაუქმებაზე მიდის საუბარი, რადგანაც უქმდება კონსტიტუციის დემოკრატიული არსი და თავად კონსტიტუციური წესწყობილება. შესაბამისად ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფება საქართველოს. ჩვენ არასდროს არ მდგარვართ დიქტატურის უშუალო საფრთხის წინაშე. რეჟიმი მთლიანად გამოსულია კონსტიტუციურ ფარგლებს გარეთ, ასევე არ ითვალისწინებს საერთაშორისო თანამეგობრობის არანაირ პოზიციას, მათ შორის დღევანდელი და ბოლო პერიოდის სანქციებაზე დაჯილდოებით პასუხი სწორედ იმას ნიშნავს, რომ რეჟიმი რეალობაში დაკარგული აქვს რეჟიმს და არ ესმის რა საერთაშორისო კონტექსტში იმყოფება, ამიტომ პროტესტი გაგრძელდება, სანამ არ იქნება მიღწეული თავარი მიზანი, ეს არის ახალი სამართლიანი არჩევნები. ევროკავშირი ჩვენ მოვიაზრებთ მას როგორც ღირებულებების ერთობლიობას. ეს არის სამართლიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სამართლებრივი სახელმწიფო ზოგადად, რომელიც სამართალს იცავს და სამართლიანობას იცავს. ჩვენ რაც გვაკლია დღეს ამ ქვეყანაში, ეს არის ზუსტად ეს ღირებულებები ხელისუფლებაში. და ვხედავთ, რომ დარღვეულია. ეს იურისტების მარშს ხედავთ ახლა დღეს თქვენ აქ და იურისტებს ხედავთ, უმეტესობა ჯერჯერობით იურისტები ვართ. რამ განაპირობა ეს? განაპირობა იმან, რომ ქვეყანაში 21 საუკუნეში არა გვაქვს სასამართლო. რას ვითხოვთ ისეც, ხო? სასამართლოს ვითხოვთ. ეს ვალდებულებაა სახელმწიფოს, ეს კონსტიტუციით გამტკიცებული ვალდებულებაა და არასრულებელი. ამრიგად ევროინტეგრაცია არის ამ პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზა. ისე მიიყვანეს საქმე, რომ ერთადერთი ეს შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ჩვენი სახელმწიფო საბოლოოდ მოწყდეს რუსულ გავლენებს და მოექცეს უკვე ოჯახში, დაბრუნდეს ოჯახში, რასაც ქვია ევროპა. ამჟამინდელი ეგრეთ წოდებული სახელმწიფო მესუურებმა გაიგონ ხალხის ტკივილი, ახალგაზრდების განსაკუთრებით, შვილების პატრონიკო. მინდა რომ ჩემმა შვილებმა იცხოვროთ უფრო კულტურულ, უფრო განათლებულ, მორალურ ქვეყანაში. ვიდრე ძირმოჭმულ, ესე ვთქვათ, სოციალიზმის გადმონაშთებში. პროტესტი უნდა გაგრძელდეს, სანამ არ მიიღწევა ის შედეგი, რასაც საერთოდ ეს პროტესტი მოყვა. სანამ არ იქნება ხელახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი დამკვირვებლების თანდასწრებით, ერთადერთი პროტესტის განუხდის და ქვეყნის სტაბილიზაციიდან წასვლისთვის მესახება მხოლოდ და მხოლოდ ეს გზა. სხვა ყველაფერი ფუჭია. საქართველოს მოსახლეობის 80%-ს უნდა ევროპისკენ ინტეგრაცია, ხო? მთავრობას არც კი ქონდა არჩევნებიდან განცხადებული ის განცხადება, რაც გააკეთეს, ხო? მოდი ჩაატარდეს ახლა არჩევნები და გაირკვეს, თუ აქვს ამ კურსს ლეგიტიმაცია და თუ გააჩნია. და მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის 80% როცა არის ევროინტეგრაციის მომხრე, შეუძლებელია რომ მთავრობა ერჩეს ისეთი, რომელსაც ევროპასთან არ შეყონება
დაბრუნება უნდა, ან გადავადება უნდა. ეს და ახალი ლეგიტიმური მთავრობა, რომელსაც მე ყოველას ავაღიარებ და ჩატარდება სამართლიანი არჩევნების საფუძველზე, მე თვითონ დამკვირვებელი ვიყავი არჩევნებზე და ნახე გარკვეული დარღვევები და რაც არჩევნების დღეს ჩემთვის საეჭვო იყო, მე გასაგები გახდა თუ რატო იყო საეჭვო, ანუ რისთვის ყოფილა ეს საჭირო. ხო და აი ეს გჭირდება ეხა ამას თქვა, რომ ქვეყანამ არანაირი გადადება, არამედ სრული წავიდეთ ევროკავშირისკენ, და ევროკავშირისკენ, ევროკავშირისკენ სიარული ეს ნიშნავს მეტ სიკეთეს, რაც ქონდა აქამდე, რაც მივიღეთ კიდევ უფრო მეტ სიკეთეს და ეს სიკეთე მოხმარდება მაინც საზოგადოებას. თავისუფლებისთვის, განვითარებისთვის და დემოკრატიისთვის ეს იყო დღევანდელი მარშების, იურისტთა და ასევე ენერგეტიკოსთა მარშების მთავარი გზავნილი, რომელსაც იზიარებენ აქ შეგრებული დემონსტრანტები. მანამდე კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა ევროპის მოედანზე სიმბოლურად მოგზაურთა მარში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ასევე და ხაზი გაუსმეს ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ იმ კუთხით, რომ იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნების ხელისუფლება გადაუხვევს დაპირებას, რომელიც არის და იმ საკანონმდებლო ჩარჩოებს, რომლებიც არის და კონსტიტუციაში მოქცეული, წინ წესებს, რომელიც არის კონსტიტუციაში მოქცეული, ამ შემთხვევაში შესაძლოა ევროკავშირის მხრიდან მათი თქმით დაწესდეს კონკრეტული სანქციები, რაც აისახება მათი შეფასებით რიგით მოქალაქეებზეც და ამიტომ მნიშვნელოვანია ის მონაპოვარი, რაც ქართულ ხალხს აქვს 2017 წლიდან, გულისხმობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და ამ პოზიციას იზიარებენ შეკრებილი მოქალაქეები, შეუნარჩუნდეს საქართველოს და ქართულ ხალხს. იმისათვის რომ ჩვენ მოხდეთ უფრო ცივილიზებულ, უფრო მოწესრიგებულ სივრცეში, სადაც მეტი არის კეთილდღეობა და მეტი არის განვითარების შესაძლებლობა ისე ჩვენი ახალგაზრდებისთვის და ასევე დაცული იქნება უფრო მეტად მოხუცების ცხოვრება და შესაძლებლობა იქნება შრომის უფრო სამართლიანი და ღირსეული. ჩვენ მოგზაურები იმისთვის ვიკრიბებით აქ, რომ ქვეყნის იზოლაციონისტური პოლიტიკა ბოლოს შეზღუდავს ამ შესაძლებლობასაც, რომ კონდეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, მოგზაურობის, სწავლის, შრომის შესაძლებლობა, საზღვარგარეთ კულტურული გაცვლის შესაძლებლობა და ვაპროტესტებთ ამ პოლიტიკას, ვითხოვთ პატიმრების გამოშვებას და ახალ არჩევნებს. თავისუფლება, რომელიც აქამდე გქონდა, ეს არის ევროპული ძალიან დიდი მონაპოვარი ქართველი ხალხის, იგივე ვიზა ლიბერალიზაცია, რომელმაც საშუალება მოგცა, რომ გავსულიყავით საზღვრებს გარეთ, თავისუფლად გვემოგზაურა, გვენახა, განათლება მიიღოთ ადამიანებს. ეს ყველაფერი ამ მთავრობის პირობებში, არალეგიტიმური მთავრობის პირობებში არის უკვე დაბლოკილი, შეზღუდული და ეს რა თქმა უნდა ზღუდავს ჩვენ წინსვლას არა მარტო ევროპისკენ, არამედ ზოგადად ყველაფერში გვიზღუდავს ეს უკვე თავისუფლებას. იგივე ეს სისხლიანი რეჟიმი, რასაც ჩადის ახლა და ეს უკანონოდ დაჭერილი ახალგაზრდები, ნაცემი, გალახული, მუქარით სავსე მათი ეს შინაარსის შემცველი ამ ხელისუფლების მხრიდან ეს მესიჯები ყოვლად მიუღებელი არის. ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე რა შემილია გითხრათ, ჩვენი ქვეყანა იცით ყველამ რომ ძალიან დიდი ხანია ამისკენ ისწრაფვის და ყველას ეს გვინდა სამწუხაროდ ბოლოდროინდელმა მთავრობის განცხადებებმა ეჭქვეშ დააყენა ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, რასაც ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი აღნიშნავს. ჩვენ გვინდა რომ დაუბრუნდეთ ევროპულ კურსს, გვინდა რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში, გვინდა კეთილდღეობა და სტაბილურობა და ყველა ის სიკეთე, რაც ევროკავშირმა შეიძლება მოუტანოს ჩვენ ქვეყანას. როგორც მოისმინეთ, ყველა მარშის მონაწილეთა მთავარი გზავნილი და მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ საპატიმრო დაწესებულებიდან დაკავებული მოქალაქეები საპროტესტო აქციების დაშლისა თუ საპროტესტო აქციების დასრულების შემდგომ, ვინც დააკავეს და იმყოფებიან დროებითი დაკავების იზოლატორში, ან მიმდინარეობს მათი საქმეების განხილვა, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოში, შინაგანსა სამინისტროს ცნობით დაკავებულთა რიცხვი 500-ს აღემატება და ჯერ კიდევ ბევრი მოქალაქე რჩება
პარლამენტის დაწესებულებაში მათ აღინიშნებათ ასევე როგორც სახალხო დამცველის ანგარიში აღნიშნული წამების კვალი მიმდინარეობს ასევე რაღაც კონკრეტულ საკითხებზე გამოძიება კონკრეტულ საქმეებზე ასევე მოქალაქეთა მოთხოვნებს შორის არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების შეტარება სამართლიან გარემოში და მათ მიაჩნიათ რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მხოლოდ ხელახალი კენჭისყრის პირობებში იქნება შესაძლებელი მასში როდესაც მათი თქმით შეიცვლება მოქმედი ხელისუფლება რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ახლა არსებულ ვითარებას ამ წუთისთვის რამდენიმე მარშის მონაწილე არის შეკრებილი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მათ შორის არიან ადრეული განათლების წარმომადგენლები ბაგაბაღის აღამზრდელები ასევე ვეგანების მარში რომელიც რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო დაახლოებით 19 საათზე მოგვიანებით ტრადიციულად მან გადმოინაცვლა რუსთაველის გამზირზე და როგორც წესი ყველა მარში რომელიც თბილისის სხვადასხვა ნაწილში იმართება დღის განმავლობაში დილის საათებიდან გადმოდის ხოლმე საღამოს საათებში უკვე საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქ ვითარება არ მშვიდი სამართალდამცველების მობილიზება არ შეინიშნება უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს მოქალაქეების გარდა მხარდასაჭერად აქ არიან შეკრებილნი სხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები რომლებსაც აქვს სპეციალური ბანერები და პლაკატები დამზადებულნი ისინი აქ შეკრებილ მოქალაქეებს უმასპინძელდებიან კონკრეტული ნუგობარით და ასევე პლაკატებზე აქვთ მხარდამჭერი გზავნილები საქართველოს მოსახლეობის მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და მხარს უჭერენ ქვეყნის დასავლურ და ევროპულ მისწრაფებებს ხვალაც თბილისში არაერთი საპროტესტო აქცია და მარში არის დაგეგმილი რომელიც ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე 20 საათზე ცენტრალური დემონსტრაციით დასრულდება